ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება. ამ საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და შპს შატო ზეგაანს შორის. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით თანამშრომლობა მიზნად ისახავს ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილეები მაკა გურგენიძე და გიორგი მირცხულავა ესწრებოდნენ. Მნიშვნელოვანია, რომ ლევილის პროექტი უკვე ისეთ ეტაპზე შედის, რომ 2026 წლის დაახლოებით სექტემბრისთვის პროექტი დასრულებული უნდა იყოს. იცით, რომ არსებობს ხელშეკრულება და ჩარჩო და განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჩარჩო გვაქვს მოცემული, რა სამუშაოებია გასაკეთებელი. ეს პროექტი თავის დროზე დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადმოეცა 2021 წელს კულტურის სამინისტროს და ძალიან ღირსეულად მიმდინარეობს პროექტის განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხარეთა ჩართულობით, იმით რომ უკვე მუზეოგრაფია, ბიბლიოთეკის ჩართულობა, სხვადასხვა ტიპის სამუშაოებია დასამთავრებელი, მათ შორის არის ვენახიც. და დღეს მოეწერა ესეთ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კერძო ბიზნესი იქნება ჩართული, რომ დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენდეს ვენახი და აქ იყოს წარმოდგენილი ქართული ჯიშები. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ თემით, რომ საქართველოს კულტურა მთლიანად იქნება წარმოჩენილი, ეს იყოს სწორად დაგეგმილი და ჩვენ ვეცდებით, რომ მხარეთა შეთანხმებით, სწორი მენეჯმენტით მივიყვანოთ პროექტი ისეთ ღირსეულ ფინალამდე, რომ რასაც მერე მთელი მსოფლიო ნახავს. ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევა, როდესაც კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და კერძო სექტორი, შატო ზეგაანი აქეთ ერთობლივად შატო ლევილში, საფრანგეთში აკეთებენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს. ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ურთიერთპარტნიორობა, ურთიერთთანამშრომლობა და თუ როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყოს საქართველოს ტერიტორიის გარეთ შესაძლებელი იყოს ზუსტად ის სული და ის კულტურა და ის უწყვეტი 8000 წლიანი ტრადიცია დაჩვენები იყოს მთელი მსოფლიოსთვის, რომლის სანიმუშო მაგალითი იქნება შატო ლეველი და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა წარმოჩინდეს ჩვენი კულტურა, ღვინის ისტორია და ეს იქნება ისეთი ფორმით, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, ასე რომ ეს პროექტი თავისთავად არის ჩვენი ქვეყნის პოზიცირების გაგრძელება.